სასამართლო, რომელიც 250 მილიონი დოლარი დაუჯდება კომპანია Apple-ს, iPhone-ის წარმოებელ კომპანიას, ჯერ დასრულებული არ არის. სანამ სრულყოფილად მოგიყვები, რაზეა საუბარი, გამოიწერე ჩემი არხი. მე ვარ ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების სპეციალისტი. გაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებს. ახლა კი მთავარი თემა. კომპანია Apple-მა თავის ჭკვიან ტექნოლოგიებზე, კონკრეტულად საუბარია Apple Intelligence-ზე და Siri-ზე, რომელიც AI უნდა გამხდარიყო და AI ასისტენტი უნდა გამხდარიყო, რაზეც გადაჭარბებული წარმოდგენა შექმნა. უფრო კონკრეტულად საუბარია, ის უნდა შეძლებოდა მეილების, SMS-ების და ფაილების გაანალიზება, რომ მაგალითად გითქვა მაჩვენე ის რეცეპტი, რომელიც მეგობარმა გამომიგზავნა. ან რომელი რესტორანში მქონდა შეხვედრა გასულ თვეში. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ფუნქცია საბოლოოდ გადაიდო. მეორე ფუნქცია კი იყო, Siri-ს უნდა შეძლებოდა დაენახა რა გქონდა ეკრანზე და კონტენტი გაიანალიზებინა. თუ ვინმე გიგზავნიდა მის სამარცხს, Siri-ს ეს ყველაფერი უნდა გაიანალიზებინა და პირდაპირ შემოეთავაზებინა, რუკაზე ხომ არ გინდოდა ამ ყველაფრის ნახვა. შედეგად ესეც გადაიდო და ეს დაპირებების სრული სია არ არის. მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეჩივლათ კომპანია Apple-ისთვის და სასამართლო პროცესზე Apple-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 250 მილიონ დოლარს გადაუხდის ყველა ადამიანს ერთად და თითო ადამიანზე გამოდის დაახლოებით $25 და $95 არც ისე ბევრია და Apple-ისთვის რეალურად ეს ხურდებია და რაც ყველაზე მთავარია, Apple ამ ყველაფერს არ აღიარებს. უბრალოდ თვითონ როგორც ამბობენ, კეთილნებას იჩენს, რომ ადამიანები უბრალოდ კვაყოფილები იყვნენ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გაუზიარე შენს მეგობრებს, გამოიწერე ჩემი არხი, მე კი უფრო მეტ და უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციებს გაგიზიარებ.